საღამომშვიდობის ეთერშია საინფორმაციო გამოშვება News Voice დღის მთავარ ამბებს მე ლიკა შამანთავა გაგაცნობთ. ბავშვთა სამყაროს შენობაში გაწენილ ხანძარზე გამოძიებას ხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, ჯერჯერობით ინფორმაცია როგორ გაჩნდა ცეცხლი გამოძიებას არ აქვს. გადარჩენილი საქონლის დაცვას ითხოვენ დაზარალებულები. დაზღვეული შენობის დაუზღვეველ სავაჭრო საქონელზე ელიტა ჭითანავა მოგიყვებათ. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს კუთვნილი შენობა მთლიანად დაიწვა. ხანძარი წუხელ გვიან ღამით ნაგებობის ერთ მხარეს გაჩნდა, რომელიც თვითმხილველთა განმარტებით მთელ შენობას მალევე მოედო. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა. დაიწვა შენობაც და იქ არსებული სავაჭრო საქონელიც. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი დაზარალებულები და რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ ცეცხლი აღნიშნული ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით განგებ გააჩინეს. შენობას წაიკიდა დაიკო, დამეწვა ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. ცხოვრებაში ნაშრომი. ჩემი კი არა, ათასობით ხალხის მაღაზია დამწვარი. უკანა მხრიდან გადმოსულა ცეცხლი როგორც გავიგა. იქით ამხრე ჯერ იმას გაჩენია, იქით ბაზრობას და იმ ბაზრობიდან გადმოსულა ცეცხლი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც დაზარალებულებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა, მათ შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. არის საყურებელი ვერ გამოიტანეთ. აგერ არის სეიფი, მაინც გვითხარით რა ხდება. თვალე ბანკი მაქვს, შესატანი ბანკი, ვისთან მივიდე, ვის დაველაპარაკო, ვის შევეხვეწო. დაზარალებულებს შეხვდა თბილისის მერი დავით ნარმანია. დედაქალაქის მთავრობა შენობის მესაკუთრეებსა და დაზარალებულებთან შეხვედრას აქტიურად გამართავს, რათა ვითარების მაქსიმალური შემსუბუქება მოხდეს. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა, მათ ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას გააქვთ თავისი უფლებები, მოვალეობები, პასუხისმგებლობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი. დღესვე გაავრცელა ინფორმაცია სადაზღვეო კომპანია ალდაგის ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა. ვახტანგ ებიტაშვილის განცხადებით, ალდაგში დაზღვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სამყაროს შენობა ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე თქმით, აღნიშნული შენობა ნაგებობა დაზღვეულია 6 მილიონ ლარად. ჩვენს კომპანიაში დაზღვეული არის მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სამყაროს კუთვნილი შენობა ნაგებობა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.